2025 წლის იანვარი ლოს-ანჯელესი ცეცხლშია. დღის ხანძრები მძვინვარებს სამხრეთ კალიფორნიაში. სულ მცირე 31 ადამიანი დაიღუპა, 10,000-ობით სახლი დაიწვა და 200,000-ზე მეტი ადამიანი იძულებით გადაადგილდა. ყველაფერი იმიტომ, რომ ხელისუფლებას ძალიან დიდი დრო დასჭირდა იმის დასადგენად, როდის და სად დაიწყო ხანძარი. ეხლა კეფთმა ისრაელურმა სტარტაპმა განაცხადა, რომ მათ შეიმუშავეს გადაწყვეტა, რომელიც მომავალში მსგავსი ტრაგედიების თავიდან აცილება შეძლებს. ამჟამად ჩვენ ვიმყოფებით კარმელის ტყეში, ჩრდილოეთ ისრაელში, სადაც 2010 წელს ისრაელის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ხანძარი მოხდა. დაახლოებით მილიონი ხე დაზიანდა და 45 ადამიანი დაიღუპა. ხანძრის ჭაქრობის მცდელობისას წყალი აორთქლდებოდა მანამ, სანამ ცეცხლს მიაღწევდა. და სინამდვილეში ამ ტენდენციას მთელ მსოფლიოში ვხედავთ. კლიმატის ცვლილებისა და ზედაპირის სიმშრალის გამო ხანძრები უფრო და უფრო შეუჩერებელი ხდება. მთავარი მიზანია, რაც შეიძლება სწრაფად აღმოვაჩინოთ ხანძარი, სანამ ის ასეთ მასშტაბურ მოვლენად გადაიქცევა, რომელმაც 60,000-ზე მეტი აკრი გაანადგურა. ზუსტად. ეს არის დოქტორი გენია იურკოვსკი. მისმა გუნდმა შექმნა Firewave, ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი აკუსტიკური სენსორი, რომელიც პირდაპირ უსმენს ტყის ხანძრებს და ცეცხლს, რამდენიმე წუთში ამოიცნობს. ეს იმიტომ, რომ კამერებს სჭირდებათ ყვამლის დანახვა, ხოლო ხმა ყველა მიმართულებით ვრცელდება მაშინვე, როგორც კი წვა იწყება. დიახ, ეს ჩვენი სენსორებიდან ერთ-ერთია, აი ეს თავად სენსორია. ხანდარს ამ სენსორებით ვადგენთ, ხოლო აქ არის მზის პანელი სენსორების დასატენად. და ის ხეზე შეიძლება 5 წელი დარჩეს მოვლის გარეშე, მხოლოდ ხანძრის შემთხვევაში გაგზავნის შეტყობინებას. ჩვენ ხანძრის გამოვლენას ხმაზე ვაფუძნებთ. და ასეთი სენსორი რამდენად სწრაფად შეიძლება გამოავლინოს ხანძარი. ჩვეულებრივ, ჩვენ შეგვიძლია ხანძრის გამოვლენა 2-3 წუთში. სენსორი დაკავშირებულია აპლიკაციასთან, რომელსაც შეგიძლიათ მიუწვდეთ თქვენს ტელეფონზე ან კომპიუტერზე. როგორც კი ის ხანძარს დააფიქსირებს, მაშინვე აგზავნის შეტყობინებას თქვენს მოწყობილობაზე. კარგი, ეხლა იწყება ყველაზე საინტერესო ნაწილი. ჩვენ რეალურად დავანთებთ პატარა ცეცხლს, რომ ნახოთ, რამდენად სწრაფად შეძლებს ამ სენსორებიდან ერთ-ერთი მისი გამოვლენას. პირდებით მაქსიმალურად უსაფრთხოდ მოვიქცევით, ხომ ასეა? დიახ. ხო, ეს ძალიან სახალისოა. დროიც კი. კარგი, ვიწყებთ. დაახლოებით 11 საათზე. დაველოდებით და ვნახავთ, რამდენ ხანს დასჭირდება Firewave სენსორს, რომ რეალურად დააფიქსიროს ხმა. აი ისიც. ხედავთ, რომ დააფიქსირა. ამას 2 წუთზე ნაკლები დასჭირდა, რომ დაეფიქსირებინა, ხოლო მეხანძრეებს ადგილმდებარეობა ეჩვენებათ. ისინი იღებენ იმ მოწყობილობების კოორდინატებს, რომლებმაც ხანძარი დააფიქსირეს. ასევე შეუძლიათ მოისმინონ ხანძრის ჩანაწერები და დარწმუნდნენ, რომ ნამდვილად ხანძარია. 2 წუთი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დღეს ტყის ხანძრების დასაფიქსირებლად არსებული მთავარი სისტემები კამერებია და მათ შეიძლება 20, 30, ზოგჯერ კი 60 წუთიც კი დასჭირდეთ, რომ ხანძარი შეამჩნიონ ხშირ ტყეში. ეს დროის სხვაობა შეიძლება სიცოცხლესა და სიკვდილს შორის განსხვავება იყოს. ეს გაძლევს წარმოდგენას, თუ როგორ გამოიყურება სენსორები, როდესაც ისინი ხეებზეა დამონტაჟებული. იდეა ისაა, რომ სოფლიოს ტყეებში ასობით, თუნდაც 1000-ობით ესეთი სენსორი იყოს დამონტაჟებული, რათა ხანძარი ხმის საშუალებით რაც შეიძლება სწრაფად აღმოაჩინოს. ეს ჩვენი სენსორების უახლესი მოდელია. აქ ბზის პანელი სენსორის ნაწილია. ასევე ინტეგრირებული გვაქვს სატელიტური კომუნიკაცია იმ შემთხვევებისთვის, როცა მობილური ქსელი არ არის. ეხლა ვათხოვთ მასობრივი წარმოების ხაზს ამ სენსორებისთვის და რამდენიმე თვეში მზად ვიქნებით. რაც ყველაზე გასაოცარია ის არის, რომ ტყის ხანძრების უმეტესობა გამოწვეულია ადამიანებით, რომლებიც ტყის შუაგულში ცეცხლს ანთებენ, ზუსტად ასე როგორც აქ. ისრაელში საზოგადოებრივ პარკში ცეცხლის დანთება აკრძალულია, მაგრამ ხედავთ, რომ ხალხი წესებს არ იცავს. აქვე ერთი საკოცონე ადგილი, იქაც კიდევ ერთი. და სწორედ ეს იწვევს მასშტაბურ ტყის ხანძრებს. მხოლოდ აშშ-ში ტყის ხანძრების ზარალი წელიწადში 100 მილიარდ დოლარად არის შეფასებული და არსებობს 2.5 მილიონზე მეტი სახლი, რომლებიც მდებარეობს ეგრეთ წოდებული მაღალი რისკის ზონებში, რაც ნიშნავს, რომ სადაზღვევო პრემიები უკიდურესად მაღალია. და არის ზოგიერთი სადაზღვევო კომპანია, რომელიც საერთოდ არ არის მზად დააზღვიოს ეს სახლები. Firewaves ამჟამად ისრაელში განთავსებული აქვს 50 სენსორი, ხოლო ამ სეზონზე აშშ-ში 100-ობით სენსორის განთავსება იგეგმება. მიზანი ისაა, რომ ტყის ხანძრებთან ბრძოლა ადამიანებისთვის მოსაგებად იქცეს, რომ ცეცხლის ხმა მანამდე გაიგონ, სანამ ვინმე მას დაინახავს. იმედი მოქ ეს პროდუქტი მთელ მსოფლიოში ადამიანებს დაეხმარება და
ალბათ ერთხელ და სამუდამოდ შევძლებთ ამ პრობლემის გადაჭრას.